ეს სადავკიდო? ეგ. აი მიდი იქ დაკიდე ობობის ქსელებია და დაფარავს. წიახიდებს მაგიდაზე. ჰეი, გიჟე. აბა უყურე რა შეხედე. ზე ხვიდებს მაგ ჩემი ნამცხარი ვინ შეჭამა? თეკლამ შეჭამა. ჩემი ტელეფონის თეკლამ ხო არა იყო? კი, აბაზანაში შეიტანა. მოდლაშებიძე მოგიყვენ ნაძვის ხის მორთვაში. არ უყარს მაგას ნაძვის ხე. რატო? ბავშვობიდან ამბობს მაგის ყიდვას ეგ ფული დავამატოთ და უფრო დიდი გოჭი ვიყიდოთ. რა, ნიკა არ არის ეგრე? ნუ ნაწილობრივ კი. მაშა ტელეფონი გინდოდა ხო? დავრეკავ და ჩამოგიტანე. ელენე. წერილი უნდა მივწერო მეთოვლის ბაბუას. მართლა? რა უნდა მიწერო? რადა არ მინდა არაფერი არ მომიტანოს, პირიქით ამ სახლიდან წაიღოს რაღაც. მეთოვლის ბაბუა ლექს მომიყვანს. არ მოგიყვანს. შენ კიდე ნუ იცი ხოლმე ეს იდიოტური სურვილები, ლექს არა იმას მოგიყვანს. რა მომიყვანს? იმიტომ რომ თოვლის ბაბუა მიცის რომ ამ სახლში ლეკვის ადგილი არ არის. კარგი რა, თეკლას ადგილი თუ არის ლეკვის ადგილი მარტო. ეს რა მინდოდა ან იმ კაცს რას ყოლავდი რას ვერ ჩოდი ვერ გავიგე რა კორპორატიულის ფულის მე მაგ გადასახდელი იმის მკურნალობის ფულის მე მაგ გადასახდელი იმან ვალი წამართვა ეგრე გამოვიდა რა ვქნა რა გავაკეთო ეხლა რა საჭმელიც კი არაფერი არ არის რა გონშია რა ვჭამო ეხლა რა ვჭამო რა შტევი ხარ პაატა რა რა მაინტერესებს ჩიტებო ხო თქვენ ხო ისა მოვისმენთ გახსოვთ თქვენ რომ ქშიოდათ ქშურები რომ იყავით ხოლმე და ვერ რომ ნამცეცებს გიყრედით და რომ გაჭროდით ხოლმე გახსოვ ხო კარგი იყო მე მეც ქშია ეხლა და მაჭამეთ რა მე რა ქშია ძალიან გთხოვთ რა ვაიმე ჩიტებო დიდი მადლობა რა კეთილები ხართ ჩიტებო რა კარგია რომ ეს ცოტა მაინც დაგიტოვებიათ მაგრამ ეს უსუ შევჭამო ბოდი ცოტა შევჭამ და ცოტას კიდე საგზლად წავიღებ რა გამომავალ გამარჯობა ბადა გამარჯობა პროფესორი რა ხდება ვინ არის რა ვინ არის რა ხო ხედავ ინდაური ინდაური მაშ აგია მე ინდაური ოგეხოცები დამალე რა ბატონო პროფესორო რა ანუ დაიტოვეთ ხო არა რას დავიტო რატომ უნდა დავიტო ინდაური ხა ასე ჯერესტი ხარაგაუში მიდივარ საახალწოდ რაღაცები უნდა წამომიღო და იქნება მაჭამოთან რამე გაიგე ხო ანუ დაიტო ბატონო პროფესორო რა უნდა კითხო იცი ხა ამას დაუშვეთ აი ერთი ბარკალი რომ მოვაჭრ ძალიან შეეთყობა ჰა კი შეეთყობა მაშინ ვერ დავიტოვებ არ შემიძლია არა თან მე ხარაგაუში მიდივარ თან სახს მარტო ვერ დატოვებ არ შემიძლია არა და მე მომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ სახში შენი ცხოვრებ თუ ინდაური ბატონო პროფესორი ხა მომისმინე გითხარი ვერ დავიტოვებ არა რატო უნდა დავიტოვო ვერ ხვდები საერთოდ გავარი ხა მე ინდაურის დამტოვებებს ბატონო ფულს მოხს 12 ლარს და გზის ფულს გექნება აი სამის დაამატე და დავიტოვებ როგორ მიჭირს წარმოიდგე როგორ სახს ვაქირავ 15 ლარად ინდაურზე რა წარმოიდგე როგორ მიჭირს
აქვს იკავებს. და რო გაგაბრაზებს დასჯი უფრო პატარა თმები აქვს. და შეკავებსაც არ ჩაიცვამს, ხო? ანუ მომიყვას თოვლის ბაბუა. არ მაქვს ფული. უფრო სწორედ არ აქვს ნიკა თოვლის ბაბუას. არ უნდა ფული. ეზოში რომ თეთრი ძაღლია მაგას ყავს 8 ლეკვი. რა ნიკა 8 ლეკვი უნდა ამოიყვანოს სახლში. ხო, 1-3-4 თვე იყოს აქ მოუაროთ და მე რომელიც უფრო შეგვიყვარდება დავიტოვოთ. ნიკა, არა მეთქი, არ დავინახო იმ ძაღლს მიეკარო, არ გიკვინოს. კარგი, მაშინ თეკლა მივუშვათ. ან ლეკვს მოიყვანს, ან მოვიშორებთ. ნიკა, მასე თეკლაზე მილაპარაკო. მიდი ამოიღე წინდები. მიდი. აი. ვა, ჩემი წინდებიც არ ყოფილა. ლაშები და შენეგ დაკიდე უფრო დიდია და ბევრი საჩუქარი ჩაედევა. არ მინდა ეხლა. თეკლა, ნახე რა ვქენი? 3 წინდა? ხო. აი მე ნიკა შენ არ შეგხვდა ხო? ლაშა შენი მიეცი ცოდოა ბავშვი. ვიცი რაც არის ეგ არის გზის ფული მაინც მექნება ფეხით მაინც არ მომიწევს წასვლა რა რაც არის ეგ არის რა შენ ხარაგაუში მიდი ხარაგაუში ხო გაიხარ გილოცა ვახავწე ო მადლობა ხო მაგრამ ეხლა რატომ მილოცა რა ვიცი 1000 ფრალი იქნება მანქანი და 1000 უბედურება შეიძლება მოხდეს და მაინც რომ რამე მოხდეს მოლოციდნენ ხო მართალი ხარ მაშინ ეს გილოცა მეც გილოცავ გაიხარი მართალი ხარ პროფესორო კარგი კარგი ამას ჭკუით იყავ კი ჭკუით ვიქნები აბარასთვის არა შენ სამეთქე ინდა უსუხა ხო ჭკუით იქნება ხო ისა გასაღები არ გინდა პროფესორო რომ დახედო ხოლმე ამას საჭმელი არ რაღაცა რა ვიცი არა გასაღები არ მინდა ისედაც შემოდიო რომ გასაღებოთ ოდია დაწეკი შენ თუ დაჯექი თუ რასაკეთებთ ხოლმე თქვენ რა ვიცი ჰაერში იყავი თუ რავი რაც გინდა ეხლა წავედი მოკლედ წავედი და აბა შენ არ მოიწყინო თავგეგზენ როგორც საკუთარ სახში არაფერს არ მოგერიდოს ხო სააბაზანო იქ არის სასაძინებელი იქ არის ამ თაროებს და კარადებს შეეშვი საჭმელი მაინც არ არის მან და არაფერი ხო კარგი აბა არ მოიწყინო წავედი და ხო ტელევიზორი აქ არის პულტიც მანდევს ხო და ესე ჩაანის კატე ხოლმე თუ რამე მოდაგჭირდება და ხო სხვათა შორის ის რა ქვია ეს რა უნდა გითხრათ თქვენების არხი ის თქვენი არხი ეს Animal Planet მე 6-ეზეა რო იცოდე მაინც თეკლა საინფორმაციოზე გადართერა ვუყუროთ არა ფილმს ვუყურებ ჩემი ტელეფონი შენ გააქვს კი ველოდები უნდა დამირეკონ და კარგი მაშინ მე ფილმს ვუყურებ ლაშა სანამ დაჯდები ჩიფსი მოიტანე რა მოვიტანე ხო რამეს ჩაყარე თორე აქედან რო წამო ხელები დამესვრება მომეცი რამე ჩავყარო ხელები არ დაეშარო თეკლას მოვიტანე ხელები არ დაგეშოროს თეკლა შეიძლება მე ვჭამო დამთავრდა ეს ფილმი რა კარგი წავედი ელენი მე ავალზები და ავიდა ჩიფსაც ელენე სხვათა შორის მეც მყავს მეგობრები მაგრამ სახლში არ მომყავს საცხოვრებლად ხო ვინ რა ვქვია ვინ ერეკლე გივი ეს მელოდი რო არის აი გვარი დამავიწყდა ისა აი ხედავ ჩემი მეგობრების გვარიც კი არ მახსოვს შენ კიდე მომყავს შენ მეგობრები და აცხოვრებ აქ ლაშა ვერ ვიტყვი ჩემს საუკეთესო მეგობარს ჩემი სახლიდან წადითქო ნუ ეტყვი კაცო აგრძნობინე როგორ და ნიფთები გადაუყარე აიმიდან არა ლეტა მომეყვანა ცოლად რა აკამტეხო დავშორდები ლაშაბიძე დედა სად არის
აბაზანაში. მართლა, ნახე. ნახე, რა საყვარელი ლეკვია, ნუ გეშინია. ლეკვი, რა ლეკვი, ვისაიდან მოიყვანეს მაწანწალა ძაღლი გამაგებინი, ა? რა მაწაწა, მეძებარია. მეძებარი არა ის არის, მეძებარი. ნაგავში ცი რამდენ რამეს ყოველს. მართლა, აი გაიცანიეს ლაშაბიძია, ბევრ ძვლებს დაგიტოვებს ხოლმე, ოღონდ ხორცის იმედი არ გქონდეს. ბოლომდე ღრღნის. კი არ ღრღნი, ვამუშავებ. და როგორ არის? კარგად. ექიმმა თქვა ინერვიულა ცოტა და ამიტომ გაუხდა გული ცუდადო. არა უშავს ბოდის მოგ. კი. თან ამ გოჩსაც რომ ვაჩუქებთ, გოჩის გულისთვის ნატოში შესვლაზე იტყვის უარს. შეგვი იქნება რა. აი გეჩეთ. ისე ბატონო. ამას ხო იმიტომ ჩუქნით, რომ გული შეტევა დაემართა. კი. მე ხლა ამგოს რო ვაჩუქებ, ახალწელს ხო დაკლავს ბირთმეს ღვინოსთან ერთად. აბა. ალკოჰოლის გამო გოჩში შემავალი ქოლესტერინები გადაუვა სისხლში და გულის კორონალური სიღრმეების გამავლობა შეფერხდება და ისე გული შეტევა დაემართა. რა და ამას რო ვაჩუქებ, ხო საახალწლო დაკლავს. მოდის. ანუ გავიგე. მოგზავნებულან ბაჟბატონები. ნუ ბოდიშის მოსახდელად მოვედით, ცუდი ხუმრობა გამოვივიდა კი, ბაბატია რა. და ამის ნიშნად აი ეს გვინდა რომ გაჩვენო. აი. და თქვენ რა გონიათ, ამ პატარა გოჭზე გავიყიდები? ხო გითხარი უნდა წამოგვიყვანა ხარი. კარგით რა ხალბატონო, ზალით არ გვინდა გვაპატიეთ რა. რა გვაპატიეთ რა. როგორ უნდა გავაპატიოთ, ეს რა გამიკეთეთ, თქვენ სულელები ხართ. რო დავფიქრდები უბრალოდ ეს რა გამიკეთეთ, აი პირდაპირ არ ვიცი რა. კარგია. ეგ მეტი არა, ფიზიკოსმა მოიფიქრა. აბა შეხوار მოიფიქრდი, შეხო ტვინი არა გაქვს. კარგია. მოგეჩხუბები რა. წაიყვანე ახლა ეს გოჭი. ევსას გაუხარდება ძალიან. სანამ აქ მოვიყვანდი, გარაში მყავდა დამწყვდეულები სამი რა კარიერა შეუმტრია შემა ევსარმა ისე უნდოდა ეს. აი ევსას ხوار დაემართა. არა, ორი კარალიო კი მეოცი და გაჩერდა. არა. ესე იგი რომ დავფიქრდეთ ხალხო, თქვენ მე ისეთი რამე გამიკეთეთ, ამ გოჭს კი არა, ცხვარს კი არა, ძროხას უნდა ჩუქნიდეთ. აბა. მაგრამ არა უშავს ჯანდაბას წავიყვან, ახლა ავიყვან სახში და მოდით თქვენც მომეხმარეთ, გავაკეთოთ შევწვა, შევბრაცოთ და მერე წადით. იმას თუ უკბენს კი? აუ ის კიდე აქ არის. რა ვქნათ სილაშაბიძია? მოდი დავიტოვოთ და ნელა გავზარდოთ და უცხოებზე დავგეშოთ. რა ვიცი, აი დედაშენი თუ დაგთანხმდება, შეგიძლია დაიტოვო. შენი აზრით არ დამთანხმდება? რა ვიცი, ეს პრინციპში მამაშენს დათანხმდა ცოლობაზე და. მე ვიცი როგორც უნდა დავითანხმო. თან წიგს დავიჭერ ცოტა რომ გაანეიტრალოს. ესე იგი. ნიკა თიკო მოხვედი, რა გიჭირავს ხელში წიგნი გიჭირავს. დალეკვი. საიდან მოათრიერა საყვარელია. აუ დავიტოვებ რა, ხო. არა ნიკა ნახერწყილები ყავს. მართლა რა მაგარია, ლეკვის ყავს და წყილებიც. არა ნიკა გამორიცხული, ასეთ ბინძურ და წყილიან ძაღლს სახში ვერ გავაჩერებ. აუ თხოვრა. თან კარგი არ წყილები რო ყავს და ბინძური რო, უფრო ხშირად მომწევს ხელების დაბანა. ელენა, თან იმას უკმენსო და ვაშა. აუ მორჩილესად გიხვეწები, აუ ნახე ჯოყოლები. ფუ ნიკა ნახეთან ბეწებში რაღაცები დახოღავე. ცოტა ჩუმად რა ვერ ვიცინებ. ბოდიში. იცი რა არის, თან ღამე დედა მოენატრება და წკმუტუნს დაიწყებს. იმით კუტუს აღარ ჯობია? მადლობა ლაშაბიძია.
თან ხოც რომ ზაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ნიკა, მესმის რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ არ მინდა რომ ამ სახლში ცხოვრობდეს, ვა? რატო რა დავაშავე? ნიკა, ირბენ საკეთიკით მოგვედება ფეხებში, თან თმებიც ვივა, განსაკუთრებული საჭმელი ჭირდება. არა, ნიკა, ეგ არსება ჩემს სახლში. ეგ არსება ჩემს სახლში არ დავინახო. გასაგებია, ელენე. და ის რომ აქ არის არა უშა? აუჯერ ლეკვის დარჩენა გადავწყვიტოთ რა. ნიკა, ვის გაუგია ძაღლი ბინაში? ელენე, პატასთან რო შევიყვანოთ. კარგია, ლაშა, კარგია, მოუხდებიან ერთმანეთს. ზოგ რაღაცას პაატასგან ისწავლის, ზოგ რაღაცას პაატა ისწავლის ლეკვისგან. პატარა სოფელშია. მე რა, ნიკა, გასაღები ხო გვაქვს, არა, თან მგონია დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ცხოვრობს იმ სახლში, ლეკვი თუ პაატა. ეხლა წავიყვანო. შეგვიძლია პაატასთან დავტოვოთ, სახლში მაინც არა. კარგი რა სირცხვილია ბატონო პროფესორო, გოჭი დაუბათ სახლში სირცხვილია. მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ სახლში გოჭი ცხოვრობს თუ პაატა. ასე რა არის ეს ცხოვრება ბატონო პროფესორო? კაცს ელოდებოდა რუსეთიდან და გოჭი ჩამოვიდა სურამიდან. წავალთ ეხლა ჩვენ ქალბატონო მამას წავიყვანთ და მე თქვენ შეიარეთ და წაიყვანეთ, ხო? წავიყვანოთ, მოდი. მოდი. ეხლა რო გვაპატიე. ო, წარიწა ხამენა. მოდი. კაცრავად. უი, ნონო ბიცოლა. ხო. თქვენი ამბავი გავიგებთ. როგორ ახარ ახლა, როგორ ახარ, ა? არა მიშას, მაგრამ ექიმამ თქვა შენთვის ნერვიულობა შეიძლება ხელფას ხო მომიმატებ. შეხედე რა, შეხედე, არ ვიცი ახლა ისა, ნონო ბიცოლა ამ ახალწლებზე რანაირად მოკერხდება, ეგ არ ვიცი. ვაი, ბიჭო. რა? წამომტკივდა ესე გული. ხო, კარგი, 20%-ით მოგიმატებ. დედა, უფრო ძალიან წამოიღოთ კი. 30%-ით მოგიმატებ და ახლა გაგიაროს მაგ გულის კიბირმა. თქვა ჩეტივით არა ვარ, მაგრამ არა უშავს. ავალ მე სანდაროში მივხედავი საქმე. მოკაცა. არა უშავს. გონი ვერ გავდივართ აქედან და თქვენ რა ქვიათ მაინც რო ვიცოდე. მე ლაშა და თქვენ? დიანა. რა? თავი დამანებე, იცოდები. თავი დამანებე მეთქი გეუბნები, ნუ დამტევ დიანა. რა? რებს მეუბნები? რებს გეუბნები დიანა, თავი დამანებე მეთქი ხო რომ. თავი დამანებე. ელენე, ჩემი სახლიდან გაგდება კი ნახოთ, ძალიან კარგია. ეხლა ნახოთ როგორ დავანებებ თავს ილიას. აი, ნახოთ. უი, სოფი, მოიცადე, მოდი შენ აქ დაჯექი, უფრო დაეტევი. თეკლა, საახალწლოდ რამეს კაფეტერიაში არ აწყობთ? ჯერჯერობით მარტო ნაძვის ხეს. რა, ვიფიქრე თუ რამეს საინტერესო იქნება, მე და ილია მოვიდოდით აქ. ისე შენ რასაპირებ ახალწლს? არ ვიცი, გაურკვევლობაში ვარ სახლში მისვლა არ მინდა, იმიტომ რომ მამაჩემთან სტუმრები იქნება და ხმაური იქნება. ელენესთან კიდე ხო იცი, ლაშასპირის კლაპუნს უნდა ვუსმინოთ. ხო, გოზინაყის ჭამის დროს თაფლისგან კბილები ეწებება ხოლმე. ხო, არ ვიცი, იცი, მე და ილია ალბათ ერთად მოვიფიქრებთ რამეს. ესეთ როგორ არაფერში ბედი არ გაქვს, ესე იგი ჯერ პაატა მიგატოვა, მე ლექტორი გატყვევდა. ახლა კიდე ელენეს შენი სახლიდან გაგდება უნდა. რა, მოიცა, შენ საიდან იცი რომ ელენეს სახლიდან გაგდება უნდა? მართლა უნდა? არ ვიცი, თუ ხარ. გოგოებო, როგორ ხართ? თეკლა ერთი ნამცხვარი და ყავა მომიტანე რა. ნამცხვარი ხო? მე რთმები მსვივა? არაფერი არა, მოგიტან ხო? ოღონდ აქ დავდებ და შენ თვითონ აიღე, მე ხო ფეხებში გედები. რა? არაფერი. თეკლა მეც წამომიღე. ილიამ დამირეკა. არ არსებობს. დაიბიცე აბა. კარგი, არ დაურეკავს. არც ჩემთან, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დამირეკავს. გოგოებო, გაგიშდებით რომ გითხრათ, ილიამ დამირეკა. ვიცით. ანუ არა? არა.
მაგრამ ისე მე დღეს მართლა მომწერა დილას SMS-ი. ხო ვიცი, ეს SMS-ი ჩემთვის უნდა მოეწერა, მომწერა მე რომ შემეშალა და სოფის მივწერო. როგორი რომანტიკული SMS-ი იყო. კი ძალიან იცი რა მომწერა? სოფი ძალიან ბევრი შეცდომა გაქვს ტექსტებშიო. გოგოებო თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა მომწერა. ხო რა იყო არ გჯერა? ხო? თეკლა წაიკითხე. ჩემო ულამაზესო და უსაყვარლესო. ერთი სული მაქვს, როდის გნახავ და ვიხილავ შენ სილამაზეს. ელენე, ნიკას ტელეფონიდან რომ გააგზავნე შენზე მივხვდით, ნიკა აწერია. ეგ ვერ მოვიფიქრე. ისე ხო კაი SMS-ი იყო? ბოდიში გოგოებო შაქრის ჩაყრა დამავიწყდა. ჩემთანაც დამიწყებია. მე რატომღაც მგონია რომ ილიას სწორ არჩევანს გააკეთებს და ამირჩევს მე. სოფი, იცი რა არის, შენ ისე უგემოვნოდ გაცვია და ისე ამოვარდნილი ხარ ფორმიდან, რომ არ მგონია შენ აგირჩიოს. თეკლა, შენ ისეთი საზიზღარი ხასიათი გაქვს, რომ შენ ნამდვილად არ აგირჩევს. გოგოებო, მართლები ხარ, თქვენ არც ერთს არ აგირჩევთ. არა, კი, შენ რატო? რას ქვია რატო, სოფი? იმიტომ რომ კარგი ადამიანი ვარ, საელჩოში ვმუშაობ, კარგი დიასახლისი ვარ და გემრიელ საჭმელს ვაკეთებ კი. მე ჩემი ბიზნესი მაქვს, კარგად ვსწავლობ და გაუთხოვარი ვარ. მე კარგი მეგობრები მყავს, ერთი საელჩოში მუშაობს, მეორეს თავისი ბიზნესი. რამდენს ნიშნავს კარგი სამეგობრო წრე? კი, მაგრამ ილიას მე მოვწუნვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია. რა, თეკლა, მოიცადე, შენ მაგას როგორ ამბობ? შენ თვითონ არ ამბობდი, რაღაცნაირი ხასიათი აქვს, უცნაურად ხუმრობსო? მე, როდის? მე ძალიან მომწონს როგორც ხუმრობს ილია. ის ანეკდოტი არ მომიყოლია, ხო თქვენ ილიამ მომიყვა. მოკლედ, კახელი შედის სახინკლეში და 67 ხინკალი მომეციდო და ბარემ 68 იყოს დამგონებული. ევროპული ანეკდოტია თქვენ ვერ მიხვდებით. მოიცა, აბა კახელიო? ევროპაში იყო, რა კახელები არ დადიან ევროპაში. გამარჯობა. გამარჯობა ილი. გამარჯობა ილ. გამარჯობა ი. ლია. გამარჯობა. შემოდი რაღაც უცდი, შემოდი. გოგოებო, თქვენც აქ ხართ? მადლობთ. მე დავიჭერ და თქვენ გაწეწეთ. თქვენს? ყავათ შეიძლება. უკაცრავად მე მეგონა თქვენც ილიასთან იყავით და. ილია, როგორ ხარ? საიდან? მე კარებიდან. უკაცრავად. ბოდიში. ალო, ხო. კი. კი შვილო, კი, რა თქმა უნდა, ბრა. კი, მოგიტან ყველაფერს, კარგი, მამა გენაცალოს, კარგი. ვერ გაიგე შვილო. რა? მამა გენაცვალოს. იყო იმდინე ხა წინ და უკარა. და ჩამოხვედი. რა შენთან მოდიოდი ახლა მე მართლა რა რამ საქმე გქონდა თამე? არაფერი ვიფიქრე გოჭოს გადავაბამებ და ესე წამოვიდე. ვაიმე დიდი მადლობა რატო წახდებოდით ქალბატონო? რა მადლობა ღური საჭმელია. აგუჟრანდო რაზა ის გადავაბო. მოდი. ქალბატონო რა ის რა ხდება რა? ვინარიან ესე ხდება? არისა ეს ინდაურია, ეს გოჭია, ეს მეკვია, ეს ფსუქანი ბიჭი. ოი რა შეშინახა.
ვა, მოხედი პატა. ხალხო, ნუ გამაგიჟეთ, რა ხდება? რა ქნა ამად რა არის ეს? რასაც შევა შენ რა იყო პატა, მართლა რა არის, ვერ გავიგე, ვის გაუგია ერთი გამაგებინე ბინაში კურდღელი და ქათამი გამაგებინე. რას ლაპარაკო, მართლა? ინდაურტო კოჭი გაუგიათ, ჰა? რა ხდება, ლაშა, გეკითხები, რა არის რა? ვინ არის რა სახლია ეს თუ რანჩო. შენი რანჩო რა? ანისა ფაზენდა. ფაზენდა ბიჭო, ნუ გამაგიჟე რა თქმა უნდა, რას გავსაკაურობა რა ფაზენდა? ნუ გამაგიჟე რა უნდა გოჭს აქ, ლაშა, გეკითხები, რა უნდა გოჭს, ჰა? რა ქნება, საძინებელში ვერ შევიყვანე, იქ მგელი შეჭამს და. რა მგელი ქვას უკეთეს ხალხო? მოდი. კარგი და ლაშა რა, მომატყვა, მოდი. რა მომა ამჯერამე არ მომატყუებდა ეს არ მჯერა. რა მგელი ლაშა მატყუებ თუ მართლა არის. მოგატყვა. პატა, აი ნახე, როგორი რამდენი ცხოველი ყავს აქ. აი შეხედე. მოიფიქრე პატა. გამოიფიქრე, გამოტომო რა გინდა თუ გავიდე ბოლო. რა იცი, მოიცადე? ჩამოკიდე პატა. რა და ნახე, აი რამდენი ცხოველი ყავს ახში და ზოპარკი გახსენი. დაანებე თავი. არქის რას გეუბნებოდი და გახსენი ზოოპარკი ამდენი ცხოველები ყავს შემოსასვლელთან დადგი დიდი ნავი და 64 ლარზე მეც მაინც იშოვი თვეში. მე გამაგიჟებთ ხალხო მე რა. არა, მე ძალიან მომეწონა ეს ნავის იდეა. ძალიან მომეწონა ეს ნავის იდეა. თან ახლა გაზაფხულზე დააკვირდები პატა. თუ წყალდიდობები იქნა, მე ამ ცხოველებს შეუჩევში და უკვე პატას კიდობანი იქნება, ჰა? კარგი რა, გამანაბებ თავი. გასაკეთე პატა, აშუბლი გასაკეთე, აბა შერიცი წავედი მე და გოჩს მიხედე დიდი ყურადღებით. ახალ წლამდე ორჯერ ამაზე სუქანი უნდა წავიდე. რა სუქანი უნდა წაიყო, ჩემი საჭმელი არა მაქვს გაბატონო, რა გინდა ვერ გავიგე გამანებებ თავი. შენი საჭმელი არა, ამას აჭამე. ერთი და არ ვიტოვეთ. ვა, არა. 5 ლარს მოგცე. რა 5 ლარს მოგცე? გაბატონო, რა 5 ლარად დავიტოვებ მე ამათ, ეხა 5 ლარად მე ამათ დავიტოვებ 5 ლარად გაბატონო, ნუ. 7. 7. 6 ნახევარი. კარგი მომეცი ხო? კარგი შევთანხმდი და მე მოგცემ ფულს წავალ ახლა მე ხო? დახვამდი. არა, ცუდი ფასი არ არის 6 ნახევარი. არა, მოტონე აქ რა გინდა შენ გავიგე. რა არ არის ცუდი ფასი ლაშე ისა. აი თამას მოკალავს ხოლმე. საკაურობა ლაშა სახლია თუ საგიჟეთია კაცო რა არის ვერ გავიგე საგიჟეთია თუ ეხლა კარგი არ მინდა არაფერი მოჩა გაგიჟდებიან ეს მეზობლები კაცო რა არის ვერ გავიგე რა უთხრა ეხლა ეს მეზობელი რო ამოვადა რო იმასია ჰაჭაკი კაცო რა მანდ რა მომივარდება და ის ხალი რატო ჩამოუშვია რა უთხრა წყალი კი არა ის იყო მე გადასარევია რა იცი რატო ეხლა ასენჩი ვერ ხვდები რა არ ვიცი მოცა გადავდივარ ამ სახლიდან აღარ მიდაქვს გამისყრა თავი ლაშე საგიჟეთია გეუბნები რა დავწერ განცხადებას ქალაქის ცენტრში იყიდება 60-იანი ბოსელი ო აიღრე რა ბოსელი აბარა არის ლაშე მოვა ვიღაცა და კარგი ხა პატა რა იყო შეწყდა გამოგივიდა ეს ნახე როგორ გდია ეს შეხედე მე გავ კარგი დაწნანდი პატა ნახე რა მხიარულება გაქვს ნახე რა აგერ ინდაური ყავს კურდღელი გოჭი ნუ ქათამი სად არის მაგრამ აი აგერ კიდე ლეკვი ყავს და ნახე მე კიდე უნდა შევიდე სახლში და რა ელენე ნიკა თეკლა ნახე რა მხიარულება გაქვს პატა გავედი და სუნია რაღაცა ეს გავალ მე პატა და ხვალ მოგიტან ჯოხს ჯოხი რა თქმა და ესენი მოწყებსო არა მწყებში დაგერ ლეკვი მომწყებს სამა და შენ სალამური გამოთვალე და ააკონესე მე ვერ არის ნორმალური სალამური გამოთვალე და ააკონესე ეხლა ამათ რო გაუხშებ აქედან მე იყონესე დახაწე საჭმელი ვორგი ეხლა მომისმინეთ უყალაფქვე გაიგე რა მიყალეს გული ვინ არიან ესენი რა საგიჟეთია რა არ დავისვენე ვარ როგორ მშია კაცო მოვაკეთებ ხა საჭმელს ამის ბუდი ეს ხა რას ვიზავი სიამ
ხათამ ეგრევე კურდღელთან ერთად ხო არ გავაკეთო. ვაიმე კურდღელი დაკავა. ვაიმე ჩემი კურდღელი. ვაიმე ჩემი კურდღელი და გავუყურე მართლა წავსულეს. აუ რა გავაკეთო ეს კორპორატურის ფული ხომ მე უნდა გადავიხადო ეს ნუ გზა კლავდი და აღარ შემიძლია რა გავაკეთო ეხლა რა შტერი ხარ პაატა რა შტერი ხარ არ საჭამელი გახარც არაფერი მიყავე ეხლა დაელოდი ახალწელს და ჭამე მე წყალი ისე წყალს კი შეჭამდა კაცი რა ოვიდან ჩემ საყვარლესი მეზობლები რასაც მე თქვენ გლოცავთ ერთი არ აქცდეთ გამოაცხადე უკაცრავად სასტრაფოდ უნდა დატოვოთ ტერიტორია კაფეტერიაში ბომბია მამი რასაკეთებ რასაკეთებ ხო არ გაგიჟდით ხალხო თქვენ მოდი არ გაჭირდი და მოდი აი გეკითხები თქვენ გიკითხავთ მიქელ გაბრიელმა რა გინდა დაჭრია რა არის რასაკეთებ რაღაც უნდა გითხრა და გული რომ წაგივიდეთ უცე ფერთხავთ რომ მასზე მოგიყვა აი ეს ვერ არის კარგად რა გინდა ხალხო რა გინდა თქვა რა გინდა და იმ კაცმა მოგწერა რუსეთიდან ჩამოდის კარგია კიდე მათხოვა ხალხო არა მართლა ჩამოდის ნუ მართლა ჩამოდის რატომ არ გჯერათ არ გჯერა რო ფერთხავთ ეხლა ორივეს მე ნახავთ მციმართლეს და დაჯერებას გავიდე ხლა აქედან მოვიდე მე მოყურებ ამათ როგორ მათხოვია და კაცო ვინ კაცი ჩამოდის კარგი არ ჯერა და ნუ გჯერა კარგი რომ ჩამოვა ხომ ნახავს არა ხო წავიდეთ აღნიშნოთ რა აღნიშნოთ რომ არ ჯერა